საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს ხდებიან. შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც ესწრება. განიხილება ბიზნესისთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის ბიზნესის ხელშეწყობისათვის საგადასახადო და საბაჟო სფეროში ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები. ნოტარ ხადური შეხვედრის მონაწილეებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს გააცნობს. შეხვედრა 2 საათს გაგრძელდება. დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის, რომ ვისაუბროთ საქართველოს მომავალზე, ეკონომიკური განვითარების მომავალზე, ასევე ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს ბიზნესს გააჩნია, ვისაუბროთ, როგორ შეიძლება ეს პრობლემები დავწლიოთ ერთობლივად, ასევე დავინახოთ თუ ქვეყნის განვითარებაში რა არის საჭირო ბიზნესის მხრიდან, რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. დღეს არის ამდენიმე მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის არის თემები, რომელიც ეხება საგადასახადო კოდექსის გამარტივებას, მათ შორის არის ძალიან საინტერესო თემა, რომელიც მე ძალიან მახარებს, არის ფინანსთა მინისტრისათვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევა, როდესაც მას ჰქონდა ერთპიროვნულად უფლება კოდექსი განემარტა, ასეთი უფლება ფინანსთა მინისტრს აღარ ექნება, რაც უდაოდ ხელშეუწყობს ბიზნესს, იმიტომ რომ ისინი გაცილებით უფრო სტაბილურ გარემოში იმუშავებენ.